სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის შესახებ 2024 წლის ანგარიში წარუდგინა. ლევან იოსელიანის თქმით, სახალხო დამცველის აპარატში 2024 წელს ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტის შესახებ 3000-ზე მეტი განაცხადება შევიდა. მისი განმარტებით, უფლება დარღვევების აღმოსაფხვრელად სახალხო დამცველის აპარატმა სახელმწიფო უწყებებს 82 სარეკომენდაციო წერილით მიმართა. სახალხო დამცველის ინფორმაციით, საოკუპაციო ხაზზე ცხინვალის რეგიონის მიმართულებით 36 პირი დააკავეს, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით 34 პირი. ლევან იოსელიანი 2023 წელს შოვში მომხდარ ტრაგედიასაც შეეხო. ასევე სახალხო დამცველის განცხადებით, საქართველოში ფემიციდის აცილება და ამგვარ საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულება გამოწვევად რჩება. იოსელიანი საანგარიშო პერიოდში პრობლემა დასახელებს დაკავებული პირებისთვის ადვოკატის დროულ ხელმისაწვდომობას და ოჯახის ინფორმირებულობას. ომბუდსმენი მიმდინარე საპროტესტო აქციებსაც შეეხო და განმარტა, რომ 2024 წლის 28 ნოემბრიდან 2025 წლის 1 მარტამდე აქციებზე გაიზარდა იმ პირთა რიცხვი, რომლებიც არასათანადო მოპრობაზე მიუთითებდნენ. სახალხო დამცველის აპარატმა ამ პერიოდში 422 პირი მოინახულა. საოკუპაციო ხაზზე უკანონო დაკავებები და გახშირებული უკანონო პატიმრობის შემთხვევებში ასევე საოკუპაციო ხაზზე გადაადგილება კვლავ გამოწვევად რჩებოდა. 2024 წლის დეკემბრის მდგომარეობით საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში რჩებოდა 14 მოქალაქე, მათგან 11 ოკუპირებულ ცხინვალში და 3 ოკუპირებულ აფხაზეთში. 2023 წლის 3 აგვისტოს შოვში დიდი ტრაგედია დატრიალდა და სტიქიური მოვლენის შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა. საქმის გაცნობის შედეგად სიცოცხლის უფლების დაცვის ფარგლებში სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით ნაკისრი ვალდებულების შესრულების კუთხით რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი გამოიკვეთა. მნიშვნელოვანი გამოძიებისას სახელმწიფომ დაადგინოს გახდა თუ არა შოვში ბუნებრივი კატასტროფის შედეგად ადამიანების გარდაცვალების მიზეზი სახელმწიფოს უმოქმედობა. ამ თვალსაზრისით გამოძიებამ უნდა გაარკვიოს სახელმწიფოში მოქმედი ეროვნული სამართლებრივი რეგულაციების არსებობის საკითხი და გამოკვეთოს გატარდა თუ არა პრევენციული ღონისძიებები. ამავე დროს უმნიშვნელოვანესია დადგინდეს ადრეული გაფრთხილებისა და განგაშის სისტემების არსებობა არარსებობის საკითხი და მიზეზები. სამწუხაროდ ამ ეტაპისთვის გამოძიებას არ დაუდგენია იცოდა ან უნდა სცოდნოდა თუ არა სახელმწიფოს მოსადოვარი სტიქიის შესახებ, რათა სავალდებულო და შესაძლებელი მოქმედებებით თავიდან აერიდებინა ადამიანის სიცოცხლის უფლების დარღვევა. ზამთრის აქციებზე გაიზარდა იმ პირთა რიცხვი, რომლებსაც არასადოდო მოპრობაზე მიუთითებდნენ. 2024 წლის 28 ნოემბრიდან 2025 წლის 1 მარტამდე პირადად მე და ჩემმა რწმუნებულებმა 422 პირი მოვინახულეთ, რომელთაგან 267 არასათანადო მოპრობაზე მიუთითებდა.